რა მაგარი ამბები ხდება. რა მაგარი ამბები ხდება სოფლიოში. იცით თქვენ რომ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მაკრონი და სტრამერი ჩაიყვანენ, ესე უნდა ვთქვა, ჩაიყვანენ პრეზიდენტ ზელენსკის ვაშინგტონში და მე რამდენიმე ხნის წინ Facebook-ზე გამოვაქვეყნე სტატუსი, სანეძლაო დავდე, რომ 20 აპრილამდე ჩავა ზელენსკი, დაბრუნდება ზელენსკი ვაშინგტონში, მერე აგე 20 აპრილამდე კი არა, შეიძლება მარტის დასაწყისია, ხო? 11 მარტსა მაგ დაბადების დღე. 11 მარტს ზელენსკი იყოს ვაშინგტონში, ხელი კიდევ ერთხელ ჩამოართვას ტრამპს იმ შეხვედრაზე შეიძლება აღარ იყოს, არ კარგია თუ არ იქნება JD Vance და ტრამპი, ზელენსკი, მაკრონი და სტრამერი შეხვდნენ ერთმანეთს. და აქამდე რომ ვიცოდით, ან ზოგს რო ეგონა, რომ ხელმოწერა მინერალებზე შედგა, არა, ჯერ არ შედგა, შეიძლება სწორედ უხეშად 11 მარტს, 12 მარტს, 9 მარტს, 13 მარტს, ხო? სწორედ ამ დღეებში შედგეს ეს ხელმოწერა. ამასობაში იცით თქვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა გააჩერა პრაქტიკულად შეაჩერა, უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება. ძალიან ცუდია და ასევე სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ყოველ შემთხვევაში უკრაინისათვის ყოველ შემთხვევაში იმ მიმართულებით უკრაინის შეტევებზე თუ შეტევებისათვის, რომლებსაც უკრაინა ახორციელებს რუსეთის სიღრმეში, ვორონეჟში, როსტოვში, სხვაგან და სხვაგან. მაგრამ ახლა რასაც ვიტყვი, ეს არის საფუძველთა საფუძველი იმ სიტყვისა, რითიც დავიწყე ჩემი მე არაკი 4. დღეს არადა ჩაწერილი მაქვს 2 ვიდეო, 2-ვე ინტერვიუ. ამის გაკეთებას სულ არ ვაპირებდი, მაგრამ რა მაგარი ამბები ხდება, ხო? და ნახეთ რა მოხდა. მაკრონი თბილისის დროით 11 საათზე შესაბამისად მე გეტყვით, როდის 5-ში რო დავაზუსტოთ იმ დროს სწრაფად იცვლება ვითარება და სიტუაცია რომ ყველაფერი დასაზუსტებელია. მაკრონი თბილისის დროით 11 საათზე, საღამოს 11 საათზე გამოვიდა მიმართვით. და მაკრონმა თქვა და მე ყველაფერს გავუკეთებ კომენტარს თქვენის ნებართვით. 2030 წლისათვის რუსეთს სურს დამატებით 3 მილიონი ჯარისკაცის მობილიზება და 4000 ტანკის წარმოება 2 ძალა ედგა. მაკრონს ახლა ვაშინგტონში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მოდი ესე ვთქვათ, მაღალი ალბათობით ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ან ტრამპთან შეხვედრამდე ეს რატომ თქვა? ჩემი კომენტარი ამგვარია, შეუძლებელია რომ მაკრონი ამას ისე ამბობდეს, აი ჰარი-ჰარალედ ამბობდეს, ხო? არ ახუნებდეს თუ გდებავთ ესე ვიტყვი. ბუნებრივია მას აქვს ინფორმაცია, ბუნებრივია მან იცის რაც ხდება და ეს ყველაფერი მათ შორის წინასწარ პრევენციულად ან წინწრებით თუ გდებავთ ადრესატი ამ ყველაფრის არის დასაკვირველია დონალდ ტრამპი, რომელსაც მაღალი ალბათობით შეხვდება. მისივე თქმით, ევროპა ახალ ეპოქაში შედის. რუსეთის მხრიდან საფრთხე ყველას გვემუქრება. იგულისხმება ცხადი ევროპა, ევროპის კონტინენტი და იგულისხმება ევროპის კონტინენტის ის 2 სახელმწიფოც, რომელიც მინიმუმ 2 სახელმწიფო, რომელიც ვერ გრძნობს ამ საფრთხეებს, უნგრეთი და სლოვაკეთი. ადრესატი არ ამგონია რომ იყოს ფიცო ან ორბანი, ან ორივე ერთად. უბრალოდ ეს ღია ნათქვამი არის. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა მან მშვიდობის საკუთარი პირობების შესაბამისად იმოქმედოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა. საკუთარი პირობების ამგვარი სინტაქსი, ამგვარი სიტყვების გამოყენება რას ნიშნავს საკუთარი პირობების? უკრაინისთვის სასარგებლო მნიშვნელოვანი პირობების შესაბამისად მიაღწიოს ამ მშვიდობას. ეს პირობები, ეს მიდგომები უკრაინისა არსებითად განსხვავდება მოსკოვის პირობებისაგან და მიდგომებისაგან და შესაძლოა და ალბათ განსხვავდება გაგიკვირდებათ და ვაშინგტონის პირობებისა და მიდგომებისაგან. ვაშინგტონიდან სულ მუდმივად კარნახობენ უკრაინას, რომ იცი შენ
თავარია მშვიდობას მივახციოთ. თავარია მშვიდობას მივახციოთ. ცეცხლი ნებისმიერ ფასად უნდა შეწყდეს. ზელენსკი ძალიან რთულ ვითარებაშია ამ თვალსაზრისით, მან არ შეიძლება რომ ის აუხდეს ვაშინგტონს, შეცდომა იქნება ეს დასაკვირველია, მაგრამ ვაშინგტონის მიდგომა კი იცით თქვენ რომ თვად ისეთი არ არის, როგორიც გვინდა რომ იყოს. მშვიდობა არ შეიძლება იყოს რუსეთის პირობებით, იგივეა პრინციპში. ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს, მან დაარღვია მინსკის შეთანხმებები, მინსკი 1-ზე და მინსკი 2-ზე მაკრონს აქამდე სულაპარაკია და არა მხოლოდ მაკრონს. ვაშინგტონიდან ისმის სიგნალები იმის თაობაზე, რომ მინსკი 1 და 2 იყო კარგი ფორმატი და ის არ უნდა დარღვეულიყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმაც იმ ცნობილი ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის დროს ახსენა, რომ მაკრონიც და მერკელიც ჩემთან ერთად ხელს აწერდნენ თქვენთან ერთად მათ შორისო შეთანხმებას რუსეთთან, და რუსეთმა დაარღვიაო და ახლა კიდევ ერთხელ მაკრონი უსვამს ხაზს იმას, რომ მინსკთან მიბრუნება, მინსკის ფორმატთან, ანუ ამ ყალბ მოლაპარაკებებთან მიბრუნება, რაც პრინციპში შეიძლება უნდოდეს რუსეთს, არ შეიძლება. კიდევ უფრო მძიმე ამბებს ამ კომენტარებია აქ, პოინტებია მაკრონის სიტყვიდან. ნახეთ რას ამბობს მაკრონი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა ჩვენს მხარეს აღარ იყოს. მე სტურად ყავდა მაკრონის მრჩეველი ნიკოლა სტენზერი. ამასობაში PSG მაკრონის ალბათ PSG-ს კი რა, ნამდვილ PSG-ს გულშემატ კი ვარ იქნება. სტრამერის ლივერპულის წინააღმდეგ 0-0 ანგარიში. ვერ მოხდება ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატები აღარ იყოს ჩვენ მხარეს. მე მყავდა ნიკოლა სტენზერი, მაკრონის მრჩეველი წინა კონტექსტში შაბათს ფორმულაზე და ის ძალიან მკვეთრი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. აქ მაკრონი დაშვებას აკეთებს, რომ შესაძლოა ჩვენს მხარეს აღარ იყოსო, ანუ პრინციპში წარმოაჩენს იმ რეალობას, რა რეალობის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს მსოფლიო. მე არ მინდა თავი დიდი ვიდეო იყოს, ამიტომ სწრაფად ვილაპარაკებ. ჩვენ გავაძლიერებთ თავკაცებად მანამდე ჩვენი არა მშვიდობის ხელმოწერა ვერ მოხდება შეერთებულ შტატ ვაშინგტონსა და მოსკოვში. ჩემი კომენტარი ვაშინგტონის ნაცვლად კიევი რომ ეხსენებინა მაკრონს, კიდევ გასაგები იქნებოდა და ვაშინგტონში რატომ ვერ მოხდება პრინციპში. ვაშინგტონი უკვე მხარეა, ესე გადაწყვიტა მაკრონმა. არა, მას კი არ ვაკრიტიკებ, მაინც და მაინც. ტრამპის ბოლოდროინდელი პოზიციების გამო შეიძლება ვთქვათ, რომ ვაშინგტონი არ არის ნეიტრალური მხარე. პარიზში მოხდება, ვენაში მოხდება, ლონდონში მოხდება და ერ-რიადში რატომ უნდა მოხდეს ანკარაში. ხო, მაგრამ ესეც რაღაც გათვლილი განცხადება იქნება, მაკრონისაც ხადია. ჩვენ გავაძლიერებთ ევროპის არმიას და დავიცავთ საკუთარ თავს. აქ თავარი კითხვა, ასწრებს თუ არა ევროპა ყველაფერს. 800 მილიარდი, 500 მილიარდი ცალკეული სახელმწიფოები გამოყოფენ, გახსნიან სარეზერვო ფონდებს ნორვეგია და ასე. მაგრამ ასწრებს თუ არა, პირველ პოინტს მიუბრუნდები 4 წელიწადში, ამბობს მაკრონი. 2030 წლისათვის, ხო, ეს 5 წელიწადში. ხო, დამატებით 3 მილიონი ჯარისკაცის მობილიზება უნდა მოახდინოს. ამ 5 წელიწადში ევროპა ასწრებს თუ არა გადაიარაღებას და ასწრებს თუ არა საკუთარი არმიის შექმნას, ხო? და საკუთარი თავის დაცვას. ეყოფა კი დრო, ესე ვიკითხავ. მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსებას. Very good. ძალიან კარგი, ფრანგულად არ ვიცი როგორ არის. კარგია. მოსკოვი ამაზე თანახმა არ იქნება. აი, იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი ამაზე თანახმა არ იქნება და მოსკოვმა შეიძლება განთავსების შემთხვევაში ამ საერთაშორისო ძალებზე, ანუ ფრანგ, ავსტრალიელ, გერმანელ, ბრიტანელ, პოლონელს ვივარს ამბობ ჯერჯერობით, მაგრამ მე ვნახოთ ფინელ ჯარისკაცებზე მიიტანოს იერიში. ამისთვის მზად არის? ამ შემთხვევაში უკვე 4 წელიწადზე კი არ ვლაპარაკობ და 5 წელიწადზე. უკვე დღეს მზად არის? ანუ WW3 World War 3-მდე მივდივართ და ამერიკას რა პოზიცია აქვს აბასობაში? აქ არავინ იცის. ნახეთ რა ტურბულენციაში ვარ შესულები. შემდეგი პოინტი. ჩვენ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით იარაღს, რათა უკრაინა და ევროპა სხვებზე დამოკიდებულნი არ იყვნენ. აქაც დროის საკითხია. გადაეწყობა თუ არა ომის ეკონომიკაზე. ევროპა.
და რას დახარჯავს თითოეული ქვეყანა შეიარაღებული ძალებისთვის და ევროპის უსაფრთხოებისათვის. პორტუგალია იმდენს დახარჯავს თუ არა, რამდენსაც ესპანეთი. არ ვიცი და ალბათ არა, არ ვიცი. თანხაზე არ ელაპარაკი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და დახარჯავს თუ არა, მაგალითად არ ვიცი, პირობითად თქვათ, რომელი ქვეყანა საბერძნეთი იმდენს რამდენსაც დახარჯავს გერმანია. ცხადია არა, მაგრამ მთლიან შიდა ეს მისკი საბერძნეს არ პორტუგალიას. მე არ ვაკრიტიკებ რომელიმე ქვეყანას, მაგრამ მაინც. უკრაინაში ევროპული ჯარების განთავსებაზე ვილაპარაკეთ. აგრონი ამბობს, რომ მან გადაწყვიტა გაეხსნა დისკუსია საფრანგეთის ბირთვული სახელმწიფოა. კონტინენტურ ევროპაზე საფრანგეთი არის არ მინდა შემოშალოს ერთადერთი სახელმწიფო ბირთვული ევროპაში. ბრიტანეთის ბირთვული სახელმწიფოა. რატო მოხდა ეს ისი თქვენ უმრავლესობამ გერმანია არ არის ბირთვული სახელმწიფო. ნახე მაკრონი აკეთებს ნახეთ უმნიშვნელოვანეს განცხადებას, რომ ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე მთელი ევროკავშირის დასაცავად, ანუ საკუთარ ბირთვულ პოტენციალს გაუზიარებს პირველ რიგში ვის პოლონეთს გერმანიას. პოლონეთს გერმანიას, ჩეხეთს შეიძლება, ბალტიის სახელმწიფოებს. ასია. მთლიანად იცვლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული მსოფლიო უსაფრთხოების დღის წესრიგი. ეს ფაქტია მათ შორის ამ განცხადების და თუ ეს განცხადება მე უკვე ქმედებაში გადაიზრდება, ხო? მით უფრო ასაკვირველია. შემდეგი პოინტი დავამთავროთ, პრინციპში ჩვენი არმია ყველაზე ეფექტიანი ევროპაში და გვაქვს ბირთვული იარაღი, რომელიც გვიცავს. ბირთვული იარაღი არის თუ არა შეკავების ფაქტორი, შეკავების იარაღი, ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა. პუტინმა დააგდო ქვემოთ თამასა ბირთვული იარაღის გამოყენებისა. ის ყველაფერზე წავა, ესე ვიტყვი, ყველა ესკალაციაზე წავა. და აქ მნიშვნელოვანი კითხვა რა საკვირველია, ამასობაში, ამ პროცესში ერევა თუ არა შეერთებული შტატები. მე Facebook-ზე როცა ეს სტატუსი გამოვაქვეყნე, ამის თაობაზე გამოვაქვეყნე სტატუსი, ისიც კი დაუმატე თავიდან, რომ მაკრონი გაიჩალიჩებს ტრამპის კრიტიკას მეთქი, ხო? არ გამოვრიცხავ, რომ ამჯერად უკვე მაკრონს შეუტიოს დონალდ ტრამპმა. მაგრამ როგორც ჩანს, ევროპა ძალიან მყარად თავდაჯერებულად გრძნობს თავს. Very good, ძალიან კარგი. გრძნობს. ესე იგი, მას აქვს შესაძლებლობა, უნარი, ამბიცია, რომ თქვას მინიმუმ შეერთებული შტატების დახმარების გარეშე პრინციპში მე გავძლებ. მე რომ კითხოს კაცმა, გულახდილად გეტყვით, მე ცოტა ეჭვებარება. მაგრამ ნახოთ რა, ძალიან სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. ჩემი აზრით ევროკავშირი აღარ იარსებებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ჩემი აზრით ნატოც არ იარსებებს ამ ფორმით ერთიც და მეორეც ხაზს უსვამ. სრულიად ახალი უსაფრთხოების კოლგები, პატარ-პატარა ამ მსხვილი ალიანსები შეიქმნება, ახალი ალიანსები შეიქმნება. თუ ტრამპის მოწინააღმდეგე კრიტიკოსი ხართ, რაც საკვირველი არ უნდა გადაგეზარდოთ ტრამპის კრიტიკა ამერიკის კრიტიკაში, ეს ბევრჯერ თქვი აქამდე და ალბათ რომ გადაგეზარდოთ არის მაღალი. უნდა ვიცოდეთ, რომ შეერთებული შტატები ჩვენი პარტნიორია, როგორც ქვეყანა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ შეერთებული შტატები გადმოგხედოს ჩვენ და გადმოგხედოს იმ ამბავში, რომ ბიზნეს მოშორება მოცილებაში დაგვეხმაროს. ამავდროულად ლავირებაა საჭირო ევროპასთანაც, ევროპა არ უნდა გავინაცხენოთ, უნდა დაუდასტუროთ ჩვენ მისი ნაწილი ვართ და უმნიშვნელოვანეს პარტნიორ თურქეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები. ოღონდ ამ ყველაფერს რომ ვამბობ, გულისხმობ საქართველოს, არ გულისხმობ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. ის არაფრის გამკეთებელი არ არის გარდა რუსეთ-ჩინეთის შემოყვანისა და რაღაც იმებზე პროვინციულ ზარქუას ებრძვა, ზარქუას ინტელექტის რაც წდება და მდინარაძისა კიდევ იმგვარ საკითხებზე მსჯელობის გარდა არაფრის გამკეთებელი მთქმელი და მქმნელი არ არის. მაკრონის განცხადება, ემანუელ მაკრონი, დღევანდელი ევროპის ლიდერი, არ შემეძლო ამ თემაზე რომ არ მესაუბრა უსაინტერესო ეს ეპოქაში ვცხოვრობთ.